ღიარდი. ეს მაქვს სავსე თორე ეს კიდევ ცალი. გაიცა გავხსნათ. გეგა ჭამს ფაფას. მე აქ ვრეცხავდი. ბალაგებ რაღაცებს მოკლედ. გაიცა. ოჰო, ესენიც გამშრალა. იმაზე მიდევს ქვია. არა, დედასია, დედასი. ძალიან მაინტერესებს ის კაბა ხალხო. აი ძალიან. ჯერ ესეც ძალიან მინდოდა და სულ 40 ლარებში იყო ან ზოგჯერ მეტი და ეხლა 18 ლარად იყო. დაიცა ერთი წამი. რეზინკაზეა. უკან იწელება. წინ აი ესეთია. კაია, მოკლედ ეს მომიხდება ვიცი. ცუდი არა. აი საკურები. ეს საკურები. ხო. აი ეს. ესეც ეს. მოკლეა. ეს. აი. იწელება. ეს იზომა გამოვიწერე. აბა ეს. აბა ეს და. კი, დაიცადე ეს მოვძებნოთ, სადაწერია. აი. ძალიან თხელი ნაჭერია. ძალიან თხელი ნაჭერი. კარგი, მე დავისინჯა და ახლა აი ეს არის დედიკო. კაი, იმას ვაჩვენებ. გამოდი დედი ერთი წუთი. ნახეთ. ეს არის საღამოს აბასავით ხალხი. სატინაო. საკურებია. ეწერა მანდ. სატინაო ხალხო. დედა. აი რა როგორია. დე. ატლასს გავსმა. ხო დედა. ეს საკურია. ხო საყურეა. აი. თავი როგორ გითხრათ. ატლასს კი გავსმა რა. აი ნახეთ როგორი სტილია. ვერ გავიგე ხა რა როგორ უნდა, მაგრამ აი ასეთია. ეს დაიჯერებთ რომ 26 და რაღაც თეთრად ვიყიდე. აი აქ არის აი ესე ჩახსნილი, მაგრამ აი ნახეთ შიგნით ეს რამდენი აქვს. მოკლედ ამას მე გაჩვენებთ, ჩავიცვე. მე მგონი ეს ისე უნდა გქონდეს. მოკლედ ფოტოზე დავხედავ, არ ვიცი, არ მახსოვს როგორ ეცვა იმ გოგოს. მე მგონი ეს ესე უნდა იყოს. და ასე მოკლედ არ ვიცი, კი ვერ ვიხსენებ. კაი, იქ და იმას ვიზამ ფოტოზე. შევხედავ. ეს ძალიან მაინტერესებს, უნდა ჩავიზომო. ილემ მშვიდობის ძვირფასებო. როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? პირველად გავსინჯეთ დღეს მანდარინი. ანიკო დედას ჰქონდა და წამოვიღე 2.5-ში ჰქონდა. კაია, გემრიელია, კი მწვანეა, მაგრამ გემრიელია. მე და ადამ მივითვით ძალიან გემრიელად. ესე ხამერე ვიჭებით რომ მოვლე. ეს ყავა მოვიტანე, რო არ მქონდა. მასარეცხები მაქვს და უნდა გავეცე. ეგ ბაღში წავიყვანე. ხო და მოკლედ პორის მერე წამოვიყვან, ანუ დიდი ხნით არ დავტოვებ. იმიტომ რომ შიგადაში გახველებს კიდევაც და ამიტომ მინდა რომ დაემატოთ რამე ასე გადაუწყვიტე იქაც თქვი ორის მერე წამოვიყვან მეთქი მაინც არ ჭამენ ესენი საჭმელს ხო და როგორ არ ჭამენო კაცო ისეთი კარგი კეცებიაო არაფერს ხო არ ვეხები არ ვამბობ ცუდა და ესენი არიან ესეთები ჩემი შვილები
რაც უნდათ ის თუ არ ჭამეს, სხვაგან არაფერს არ შეტანენ. ხო და რა გავაკეთე? იქ დაძალება არ შეიძლებაო და ხარეობნებიან არაფერს და მეც ეხა მე რა მოყოლე, გინდა არ გინდა ჭამე, მეთქი ვეუბნები დედი კომშიერი მოვკვდები, უნდა ჭამო, ბავშვი მშიერი ვერ იქნები, მაგრამ რა გავაკეთო არ ესმის. წვიმა დაიწყო. ზე. კაპუჭინოა და დაიცა. არა. სუმაციაში რო იყო არ კაპუჭებულა, ნიკოს რო არ კაპუჭდა. მე თუ მეგონა ტიროდი შენ რა გითხარი მე? კაი მოკლედ ეს ცომისა ის მაქვს. განამაგისთვის მჭირდებოდა. ცომი დამრჩა. ხამე და აი კიდევ კაი არ გადმოვიდა. ავტომატიკია. ცოტა იყო ბერი არ იყო წყლით მოვზილე. ჩვეულებრივად ყველაფერი უქენი მაიონეზის გარდა. წყლით მოვზილე. კაი გამოვიდა მაინც. სომი, ქვავები მაქვს გასახეხი. ხო და ყავას მოვიმზადებ. მე ის სანამ გაცვიდება, მე ამათ ამოვეცხარ და მოვალ. ნალექიანს მოვიდოდებ. ხوار მიწენ. მე ყოფილი მეგონი ეს ერთი კი იქნება. ღმერთო. დასაცველები მაქვს დასაკეცი. აქაც რომელიმე მშრალი იქნება გადავსებული მაქვს. ეხაც გასარეცხი მაქვს, მაგრამ სარეცხი ცოტა მაქვს, ხმილი არ მეყოფა და ეხას მოსვლამდე უნდა მოვითმინო. აი ეს გამეხარდა რომ ეს რძე. ვარგა. იმიტომ რომ რძე დავამთავრე. შაქრა იმიტომ გავაკეთე, რომ დარჩა ის ეგერ არის კიდე ფლომად და იმას მივაყოლებ. ძალიან გემრიელია ყავასთან. და სხვათა შორის ყველაზე მეტად რო ვამბობდი, რომ ზემოთ არის მეტი აი აქ ხნადუნა, ისინი მოვწონს, მუხრანი იმას მოჭრის, მე გამიტოვებს დაარჩენს თვითონ ჭამს. ასე რომ მე ის უფრო მოვწონს. ხანი მე თუ მართლა ის რძე ადუღებული არ მქონია ისე და მე ისე ხამდენი ხანი როგორ გაძვა, აი ამაში ჩავასხი და თავზე ის პარკი მოვაცვი. ემოდან გამოწერილი რომ მქონდა. და ამდენი ხანი როგორ გაძვა. ხონიზიება აქვს გეგას, ხუთშაბათს მე მგონი და კარგი ამიდი იქნებოდეს, რომ ადასწაყვანაც მოვიწევს. სხვა გზა არ მაქვს. სად დავტოვო? ბატონი.
62 კილო ვიყავი, ხალხო. გუშინ. კინახამ გავაფრინე. ჩემი კივილი ტელეფონზე მესაუბრებოდა ლიგა და იმას ესმოდა. მაინტერესებს ეს ავიწონები. მუხრანი მაჯავრებს მეთქი რომ გასუქდი. მართლა მომადებული ხარო და მაჯავრებდა. მუხრანი. ხო და? რო ავიწონე 62 კილო. ბაბა. ხო, ეხა კიდე რის თქმა მინდოდა. მოკლედ, ეს მარტო მე არ ვარ ერთადერთი, რომელსაც შარვალზე ჩექმა აცვია. და აი ისინი რომ ეცვა სტაფილოსფერის ზედა და სტაფილოსფერი ჩექმები. სოფია რაღაც გვარი აღარ მახსოვს, ამას ეწერა. ხალხო რა არის იცი? არ ვიცი რანაირად ხდება ეს, მაგრამ როდესაც ცუდ კომენტარს წერე, რამდენივე წელი და ვერ ვიპოვე მაგ კომენტარი, იმიტომ რომ პასუხის გაცემა მინდოდა. ესე იგი, იმაზე იყო. მეტი არსად არ მიდევს მსგავსი ვიდეო. სუსტად თან გამახვილებული ქონდა ამ იმ სტაფილოსფეროს ზედაზე და ჩექმებზე ყურადღება, რომ ისო რა ქვია. როგორ აცვიაო? ციგანივითო თუ რაღაცა მოკლედ. თუთი. ხო და ძალიან დიდი ბოდიში თუ შენ სწავით არ მაცვია. და თუ შენ არ გგევარ. ეგ შენთვის ბოდიში თორემე ძალიან მიხარია. ძალიან მიხარია, რომ არ გგევარ. ბევრს როცა არ გგევარ, ძალიან მიხარია და ძალიან მაბედნიერებს და ძალიან უყვარს ჩემი სტილი. ძალიან. იმიტომ რომ ყველას არ აცვია. ისე. მე მომწონს მიხდება. ასე რომ სულ არ მაინტერესებს ეხა ყველას თავისი მოსაზრება. ხავარია მე მომწონს. მისაღებია მისი მოსაზრებაც, მაგრამ მე მომწონს. ასე თავი არის ის რაც მე მომწონს, რაც მე მინდა. და რა ის რაც სხვას უნდა. სხვას რო უნდა იმას თვითონ გააკეთებს. მე რაც მინდა იმას მე გავაკეთებ. ასე რომ მე რო შლიან ამ ცუდ კომენტარს ან არ დაწერო შეიჭირიმე და თუ დაწერდა მე რაღაც ეშლი. თუ მე უკვე გადაიფიქრე რაც ხა რაღაც ეგაიგებ ადამიანები ვერა რაც დრო გადის მით უფრო ვერ ისეთია ჩემი ცხოვრება რა არის ედიგო ნუ მისდევ მაგ ბუს შენ ვერ დაიჭერდე და რამდენი ხანი აქ არის და მეც დავდე მაგრამ ვერ დავიჭირე ოვეს მაგ დიდი ქვაბი გასახე და ეს მაგრამ ეს ხელწყალში უნდა ჩავდო ჩემი ყავა ადუღდა და იმას დავლევ ერთი წამი შეიჭირიმე შენ რა გინდა დე უბრალოდ რა არის იცით ან თუ დავწერ და თუ რამეს ვიტყვი ბოდიში და იმის ტრაკიც მაქვს თუ არა და არ ვიტყვი საერთოდ ნერა კაი რაღაცა გავაკეთე ყავა გადავასხე კი გავოვა ისე ასე რომ რომცა გინდოდეს ადამიანებთან სიმეფერში და რამე იმდენს გააკეთებს ზოგი რომ მართლა იმას ისავს გადააკეთებინებს და მსგავს საქციელს მიიღებენ შენგანაც მოკლედ არის სიმართლე რომ გითხრათ დიდად უხეში და რამე ვარ თუ არა გამორიცხულია
სხვებთან მით უმეტეს არ ვარ. თუ რამე და ჩემი ოჯახის წევრებისგან თუ რაღაცას ვითხოვ, ისევ მათთვის ვითხოვ და მაშინ შეიძლება ცოტა მკაცრი ვიყო. მაგრამ სხვასთან რამდენი მაგალითად რამოდენიმე შემთხვევა მქონია, რომ რა გინდა დედა? რა ოენჯი? რა არის ოენჯი მანდ? ჩხუბი თუ რაღაც შელაპარაკება, ხო, არასდროს არ მქონია, რომ აი როგორც სხვები ატრიალებენ ენას, ისე მეტრიალებინოს და ეს არის ჩემი მინუსი, მე თუ მკითხავ. ძალიან მინდა მეც ისე ვატრლიკინებ და ენას, როგორც სხვები. მერე მაინც გამშვიდებიან ალბათ. მაგრამ უბრალოდ არა ეს ჩემი სტილი და არ დამოდის. აი რაც თავიდან არ გაქვს ადამიანს. და რასაც შეჩეული არ ახარ, დავია, მე ვერ შევეჩვიე. ვინდა ვიღაცა მირეკავს. ლიკა შურღაია, ეხა გავახსენდი. უყურე ამას. უპასუხო. მოგლით ლიკამ დამირეკა. თამოს რაღაცეები ქონდა და გამოვადვი. ნოემბრის ბოლომდე ამჭირდებაო თანხაო და ჩაის სტილოები, ლამაზები, ორი შეფუთვა. ანუ დედაჩემ რაღაცები რომ მომიტანა მუხანის რო გავყრი მაშინ, ესე 2-5-ით მქონდა. ერთში მე მგონი 9 ცალი, ხო, არ მახსოვს, აი ასე გრძლად. და მეორე კიდე ჩემი ძლის დედამ მაჩუქა. იმაშიც რამდენი იყო და ყველა, ანუ სადმე რო დამპატიჟებდნენ, არაფერი რო არ იყო. ავიღებდი ამ ჩემს საჩუქრებს და იქეთ გავაჩუქებდი. რა მეკნა ისე ვერ შევიდოდი აბა სხვასთან. მაინც ახალი რძალი მერქვა. ესე ჩემით რო ვფიქრობდი. თორე არ მახსოვს რძლობა რა არის, არ ვიცი, პატარძლობა ან რამე. არც იქედან, არც აქედან არასოდეს. მოგლეთ, ჩვეულებრივად იყო რა ყველაფერი. ხო და იმას მომიტანს ლიკამ დამირეკა, აქეთ მოდიოთ ამუნა, მაგრამ ვერ მივალ, იმიტომ რომ ესეც ვერ არის ჯერ ბოლომდე გამოჯანმრთელებული და არ მინდა რომ ეხლა სხვასთან მივიყვანო. დედა. ხო დედა. ბაღში რო წავედი, ეს ისეთი ჭკვიანი გოგოა. მე ვალ მინდაო დედიკო წამოსვლაო და ტელეფონი დამიტოვეო და დავუტოვე ტელეფონი, მაგრამ სანამ წავიდოდი მუხას დაურეკე. ვიდეო თვალი რო გვიყენია იქ და მუხა ელაპარაკებოდა უყურებს თან ვიდეო თვალით და რომ მოვედი ძალიან კარგად იყვნენ ორივე, მამაც და შვილიც. ხო და მე წავიდა მუხა, გაიწავედი ვიხავ და სასახლეშია საკმაოდ გასულები იყვნენ და იქედა. რა კარგია. მეორე ტელეფონი რომ მქონდა, მეც სამიდან ვუყურებდი და ერთ საკრო ვტოვებდი, ანუ ის მქონდა ინტერნეტი რომ მქონდა ჩართული, გოდეს რომ ვაცილებდი ხოლმე სკოლაში, ისეთ ადგილზე და ანუ აქ დავაყენებდი, რომ იქედან ბავშვებს რო ეძინათ, რომ დამენახა. რომ მე უცებ გამოქცეული ყავი და ეს მგონა ტელეფონის ტელეფონს უყურებდი. გზად. მაგრამ რომ მოდიოდი არა ჩვეულებრივად ეძინათ ხოლმე. ხო და ხო, კიდე რა იყო რომ ვიყიდე, ხო, ის რეზინიანი ლეიბის არის, ოღონდ გადასადები. ზოგი მატრასზე იყენებს, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ხა ლეიბებზე გამოვიყენებ, იმიტომ რომ იმაზე არ მინდა. მატრასზე არ მინდა, იმიტომ რომ ის მატრასი ისევ გამიხევს. მაგაზე ვერ მოვიცალეთ, მაგრამ იქნება მოვიცლით მე. ეხლა მე ხო ამოვწურე ჩემი ლიმიტი და ისე უნდა დაველაპარაკო იმ ბიჭს, რომ ცოტა ლიმიტები მქონდეს კიდე. ჩემს ოფიცერს გოგიტა იყო და გოგიტა ყველანაირად მიწყობდა ხელს, არ ვიცი ხა ეს ვიღაც სხვა არის და ეს როგორ იქნება. რანაირად არ ვიცი, მაგრამ სულ დროულად ვცდილობ რომ საქმე არ გავიფუჭო და ყოველთვის დროულად შემქონდა და შემაქვს კიდევაც. ასე რომ
შევთანხმდები კიდე მინდა ლიმიტი. და მაშინ თუ მექნა ცოტა ლიმიტი, მაშინ ვეტები მატრას. მოხას მისცემენ, მაგრამ არ აწყობს, რომ კონდეს განმადებები და რამე არ უნდა. მე რო უცებ რაღაცისთვის დაგჭირდეს. ხო, სხვათა შორის. არ ვიცი მოგიყევით თუ არა, არ მახსოვს მოვყევით თუ არა, მაგრამ უნდა მოვყვე ეხა. ესე იგი, Facebook-ზე იყო ოქროს და ბაჯაღლოს ფასების გარჩევა, გამორჩევა, ზოგმა გამოჭიმა, რომ გაიზარდა ის რა ქვია, ოქროს ფასი, ზუსტად იმ დროს, როდესაც 200-210 ღირდა გრამი. წერდნენ, რომ 260, 280, დაჟე 300-მდეც ავიდაო მარტო ოქრო და წარმოიდგინეთ, ბაჯაღლო 420 ღირს ოქროს ვინწყიდიან აი ამათმა. Facebook-ზე მყავს ბევრი ალბათ სამეგობროში მყავს, იმიტომ მაჩვენებს თუ არ ვიცი, მიჩანს ხოლმე ბევრი და დავწერე მე ჩემი სიმართლე რაც ზუსტად ვიცოდი. რომ 320 ღირდა ბაჯაღლო და სხვათა შორის 2 თვით ადრე კიდე მაგალითად მე ვიყავი გასული და ყოველთვის ფასები მაინტერესებს ხოლმე იზრდება, აკლდება თუ არა რომ მაინც როცა რაღაცას შეწუდები რომ მექნება მაგალითად თანხა ადას ბები ამ ხო უყიდა საყურეები და სულ ტყდებოდა იმას უკან ის რა ქვია რომლითაც იკეტებოდა რა ჩამკეტი. ამიტომ ეს ჩამიბარეს ასლარად დამტრეული რა ეს საყურე და ცოტას დავუმატებ მეთქი მე და მე ვუყიდი მეთქი. ბებია სახელზეც იქნება და ჩემი ორივესი ერთად გამოვა. ასე რომ ის იყო 220 ლარად. ჩემმა დედამთილმა რო უყიდა ძალიან ლამაზი იყო. რა ვიცი მაშინ გაჩვენებდით იმას რო არ მეჩვენებინა ისე არ იქნებოდა ყოველთვის ვაჩვენებ ხოლმე თუ რამეს გჩუქნიან ან ყიდულობენ ამას ნებისმიერი ვინც არ უნდა იყოს ყოველთვის ვაჩვენებ ხოლმე და დავწერე მანდ ჩემი ზუსტად რაც ვიცოდი ის რომ ანუ 200 იყო ოქრო 210 მომდევნო 2 თვის მერე და 320 ბაჯაღლო იყო. რაც ზუსტად ვიცი აი იმას ვწერ მეთქის ზუგდიდში ერთ ქალს აქვს მაგ ფასად დავიჭერი ფრჩხილები კიდე. ერთ ქალს აქვს მხოლოდ მაგ ფასად. ესეც ჯერმელიკამ გამირკვია ჩემ მარძალმა და იმ ადგილზე მიმასწავლა რომ აი ნახეო თუ ისო რა ქვია და გაინტერესებს რომ იმ ქალთან მიდიო თან ისე არ მოგცემს ის ქალი შენ აიღებ ხო მაგალითად ამის ყიდვა მინდა მე აიღებ ამას წაიღებ თვითონ კი არ მოყვება შენ წაიღებ ბანკში გინდა ლომბარდში გინდა მაგრამ ნახეთ ეხა რა ხდება რა სიტუაცია ესეთი ბევრი არის ალბათ და რომ მიდიან შემოწმება ეგ არ უნდათ და უნდა უთხრა რომ აი ჩაბარება გინდა და ლომბარდებ მაგალითად ამ ნივთს გეტყვიან იქ შეამოწმებენ მე ეტყვი რომ მოკლედ აი ამ ფასად არ მაწყობს ტყუილის თქმა გიწევს იმიტომ რომ სხვაგვარად არ შეგიმოწმებენ მე იქეთ უფრო მეც მაძლევენ მაგალითად ამას ეტყვი და გამოიდა ნახეთ სხვადასხვა არ ღირს მე თუ მკითხავ აი არ ვიცი ძალიან საშიშია გეტყვით ეხა რატომ არის საშიში ჩემს ერთ ახლობელს ძალიან ახლობელს ოქრო მოუვიდა ქორწილში სხვათა შორის ეს ისტორია ჩემი მეგობრის მონაყოლსაც გავს მაგრამ ჩემს ახლობელსაც მოუვიდა მსგავსი რომ ოქრო მოუვიდა და აი ხო არის რომ ყუთით ჩუქნიან და იქ ხო არის ფასები რამოდენიმე წლის მერე რაღაც პრობლემები რო ქონდათ ოქროს დასალომბარდებლად წავედით მე და ის გოგო და რახანა ეს ყველაზე ძვირიანი არისო მოდიო ეს წავიღოთ თქვა იმან რომ ერთი 800 ლარამდე მაინც სჭირდებოდა და რო აგვეხო და რომ მივიტანეთ სამივე შვილების სიცოცხლეს ფიცა ვარ 40 ლარი 40 ლარი ძლივს მოგცეს იმ ოქროში ამიტომ ვამბობ ნახეთ ყოველთვის
ეხა იმ ადამიანს ხო ვერ ეტყო და ის რომ ასეო შეინაჩუქარიო, იცოდა ვინც აჩუქა. მაგრამ ვერ ეტყვი, იმიტომ რომ ისიც ხო შეიძლება მოატყვის, ისიც ხო არ წაიღებდა და ხო არ შეამოწმებდა. ამიტომ ვერ ეტყვი შენ ადამიანს. ეხლაც დავწერე, ოქროს ფასების ზუგდიდში გაცილებით დაბალია, ხალხო, აქაც კი ძვირია და აქაც კი მეჩხუბა, აგერ მე და ლიკა ვიყავით ჩურღაია, გოდეს კლასელის დედა. ჩემი მეგობარი გოგო, აქ რომ მოდის ხოლმე და მეჩხუბა ის ხალი, როდესაც უთხარი რომ ასკი 200 ლარი ღირს მეთქი იმაში, რა ქვია, ზუგდიდში და 270 რომ მითხრა. მომა, ყვირა თურმე რაღაცა მე არც მიმიქცევი იმაზე ყურადღება, ჩემზე რო ყვირო და ეგი არც ვიცოდი. ლიკა მითხრა არ გესმისო, შენ ხოლო ხარ რა დღეში არის ის ხალიო და არავის არ ჯერა. იქაც Facebook-საც დამიწერეს მე რომ დავწერე სიმართლე, ადამიანები შეყავს შეცდომაში და რაც არის იმაზე ნუ საუბრობო. ხალხო, დღესაც კი დაიწერა ეგე, რომ 9 ევროთი დაიკლო ოქრომო. იკლებს ოქროს ფასი. დავწერე კიდევაც არ იყიდოთ, ძვირი როცა არის. ძალიან არასწორი არის, რომ აგერ საქონელი მე მოვიტანე სადღაც 1-5 თვით ადრე, ხო? უფრო მეტით ადრეც ხო აქვთ მოტანილი ესენი, მაგრამ რო ულაგიათ და რო ვერ ყიდის, კი მოკლედ არავის შემოსავალი და არაფერი არ მაინტერესებს, მაგრამ უბრალოდ ხალხის მდგომარეობასაც ვითვალისწინებ. ხალხო, ეხლა არ ვიცი მას როგორ გაიგებთ, მაგრამ როგორია შენ 1 წლის მოტანილი ოქრო გიდევს 160 ლარი. აი იმ დროინდელი ოქრო გიდევს და მე ამას 300 ლარად და ბაჯაღლოს 400-ად რო გაყიდი, ეგ ძალიან არასწორია. ასე რომ ჩვენ ვართ სულელები ეს. ოუ, ადა წაიღე. კარგი, გოგო, ნანახია, თა ხალხო, არ მუშაობს, დატენე. ოი, აცი არ დაქსვამს. ხო და იმის თქვა მინდა, რომ აი არ უნდა ნახებ ჩხილებზეც კი პასტები უსვი. ჩხილებზეც კი პასტები უსვია უყურეთ. აი უყურეთ. რატო იხაზავ, გოგო? კაცი. ადა დამალევინე ხა. მოდი კალთაში დამიჭექი მაშინ. მოდი. ო, თხილა თუ ეს ცხელია. ხო და დავწერე, ნუ ყიდულობთ, ეხლა დაელოდეთ აუცილებლად დაიწევს ფასებით, ხო? ეხლაც კი დავწერე, იმიტომ რომ ასე იქნება აუცილებლად. იმატებს ხან იკლებს ფასები, ასე რომ ვიცით, რომ ეხლა აწეული ფასები არ უნდა ვიყიდოთ. არ უნდა ვიყიდოთ, მოვიცნიოთ. ეხლა მაინც ქორწილი თუ არის და რაღაცა. რა? ჩამიწერება. ეს რატო გამორთე? შენ გამორთე? ადა, დედიკო, შენ გამორთე დედო, თუ თავისი? არა. არ მომატყო, დედიკო, წყვილები არ შეიძლება. წყვილი გაგეცდება, გაიგედე? და გეგა არა არის სახლში. გეგამ გადართო, ხალხო. ხო და მოკლედ, მე მაინც ფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი, იმიტომ რომ ადამიანებმა უნდა იცოდნენ სიმართლე, რა ვიცი, არ მოეწონათ და ახია ჩემზე თქო ისიც დავწერე, რომ რამდენი მაინც აქეთ მეჩხუბა და მე რამდენი ისე დაგიწერს. აი, რასაც არ ვიმსახურებდი, მსგავსი პასუხებით მივიღე სხვათა შორის. და ისიც დავწერე, რომ ადამიანს იკეთე არ უნდა გაუკეთო. ეხლა მე მეგონა, რომ კარგი გავაკეთე და ვთქვი და მივასწავლე ადგილი. მცოდნო და ვიცოდე ის ადგილი მარტო მე. მაგრამ ნახეთ, იმ ქალს არ აქვს ასარჩევად, ბევრი არ აქვს. უდევს ხოლმე რამოდენიმე და გეტყვის კიდევაც ეს ამდენ პრობიანია, 400-იანიც კი ყოფილა ხალხნა ოქრო, მე არ ვიცოდი. და მაგალითად 400 პრობა რომელსაც აქვს ის ღირსო გრამი 120 ლარი. მაგრამ ყოველთვის ნახევარ ფასს აიღება ლომბარდში. და იმო სისხო ოქროს ცეპი იყო, ისე მომეწონა და
ვაიმე ეს ძვირი იქნება ალბათ მეთქი და არაო, ნახეო, ეს არის 400-იანი პრობა. და გრამი ღირსო 120 და სადღაც გრამი იყო მაგის 12 თუ 13 გამამდე, მაგრამ როცა არაფერი არ არის. რა გინდა რომ იყიდო, არ ვიცი. თუ იყიდი ყოველთვის აი მაგალითად მე ბრასლეტი რო ვიყიდე. ხო გითხარით 1000 ლარამდე იყო ის, რაღაც კაპიკები აკლდა. და ჩავაბარე, მაგის ბოლო ფასი არის 670. მაგ ბრასლეტის. ყოველთვის გაძლევენ ნახევარს, მაგრამ 670-ად შემიფასეს მაგი. თანხის ნახევარი, აგერ მაგალითად გოგოებს რო ვკითხე ბაჯაღლოზე 958 პრობა რომელსაც აწერია, კი ბაჯაღლოს ამბობენ, მაგრამ 999 პრობა უნდა იყოს ბაჯაღლო. ან საერთოდ არ აწერია, ხელით გაკეთებული თუ არის პრობა ბაჯაღლოებს. ასე რომ პრობა რო არ აწერია, ეგეც ასში არ ყოფილა. ესეც გავიგე. მაგრამ მოკლედ, რა ვიცი, იმედია გასაგებად ვილაპარაკე. ესეთი ის შემემთხვა Facebook-ზე. არავინ არ იყო ისეთი, რომ აი, შენს ხარეზე რო არიან, მაინც ის უბრალო ადამიანებიც კი. როგორ მე ოქროს ბირჟაზე ამდენ შენ იყიდე, მაგრამ გაიარე, გამოიარე, ან უთხარი, რომ იქ ეს ამდენი ღირს და მე ასე გავიგე და შენ რატო გაგამბასად. არა, პირდაპირ ყველა იქ. აგერ ეხა გამყიდველებიც ხო არიან რომ სხედან, რომ მიდიხარ ბაზარში. უმრავლესობას ერთი ფასი აქვს. თუ არა აქვს ერთი ფასი, მე არის ჭუბი, მაგრამ მე ჩემს საქონელს რამდენადაც მიღეს, იმდენად გავყიდი. მე ხა რომ მომაქვს ის სუნელი რომ დამქონდა 5 ლარს ბოდიშით და მარშრუტკა რომ მომიტანს, იმას რომ ვაძლევ. აგერ თამარის უყიდია და ხო ძალიან კარგად იცის რა მრჩება, 2 კილო და 5 ლარიც არ დაგრჩება. ასე რომ ჩემნაირი სულელი არ არის ყველა. სიმართლეც არავის არ უყვარს. რაც მეტად სიმართლეს ილაპარაკებ, მეტი ხალხი შეგიძულებს. ეს მჭირს მე, მაგრამ არც მაინტერესებს, რაც უნდა ისუქნიათ. მინდოდა რომ კარგი გამეკეთებინა და ვფიქრობდი რომ კარგს ვაკეთებდი. ხო, ძალიან დიდი სისულელე დამემართა რომ ვიყავი ვიდეო რო არ გადავიღე და ეხა სპეციალურად მაგაზე მე მუხრანის რო ვუთხრა არც დამიყვანს. თორე ძალიან დიდი სისულელე დამემართა, უნდა გადამეღო ვიდეო. იქ ფასებს რო გითხულობდი, მაგრამ ნახეთ როგორ არის. აი, ოქროს ბირჟა აწერია, აქ შედიხარ, აქედან სხედან, აქედან სხედან, აქედან სხედან. სულ თავში ზის ის ქალი, ცოტა ასაკოვანი ქალია და იმას რო ქონდა 200-ად, ყველას 240, 230, 225-ად შემილია მოგცი. აი, ამას გეტყოდნენ. ის ქალი 200-ად გაძლევდა. თან უფლება ქონდა შეგემოწმებინა. აი ეს. მე წერდნენ ქალები, რომ აი რას ყიდულობდა, რას მიადექით ამ ოქროს სულო. დოლარი იყიდეთო. მაგიც კარგიაო და დაიდევით სახლშიო. სახლში პულს რა გააჭერებს. ჩემ და მაგალითად არჩება. ეხა გეგაზე მაქვს სამუხლეების საყიდელი. მაქვს მეგოდეს, მაგრამ ჯამბული მასწავლებელმა მითხრა, რომ ის არ გამოდგებაო, იმიტომ რომ ესენი უფრო მაღლიდან, ანუ პატარები არიან და აქედანვე შევაჩვევო, იმიტომ რომ არც უჭირთ ამათ, ძალიან ადვილად ითვისებენ და ამაზე პატარები, მახსოვს მე ქობულეთში გინდა მცხეთაში, ანუ რო დავდივართ, ამაზე პატარები რო ცეკვავენ, აი ხტომებით და მუხლებით რო ეცემიან, ისე ძალიან მაგრად რო აი არ ვიცი და ის არისო კარგი, 30 ლარი ღირსო მაგიო და ის უყიდეთო გვითხრეს. ბიჭები ვინც არიან იმათ. ხო და მოგლედეს. მოხაიზ უთხარი როდის შეძლებ რა უყიდოთ, იმიტომ რომ
ეს დღეები მაინც ის მაღაზიაც არა მუხა სადღაც 6-ისკენ მოდის და პარასკევამდე ვერაფერს ვერ შევძლებ. პარასკევს უყირის თან მაგარი ვარ მე. ჯამბული მასწავლებლებს ვეუბნები კი, მაგრამ მეთქი ხა ჩვენ რო უთხრათ 30-იანი მოგბეცი და 20-იანი რომ მოგწეს მეთქი ვეუბნები. არა, უთხარითო მე მიცნობსო ისო და უთხარითო რომ ჯამბული მასწავლებელმა გამოგიშო და იმას მოგცემთო იცისო მე რომელიც და მაგ ხოლმეო აქეთ ბავშვებს რომელსაც ვაყიდიებ ხოლმეო და ესე ძალიან დილად სწავლობენ გეგა და ილია. დანი არ იყო, თორე დანიც ადვილად ითვისებს. ხოდა მოგლეთ, ისეთი ამბები ძვირფასება. ბაღში ხელების ხმა გავიგონე და ჩემთიანად შევედი, ვითომ არ დავტოვებ გეგას მეთქმა, აქეთ გეგამაც რო დაასცხო. გამიგვიდა, ანუ ნახე, მთელი დღე სახლში რო არიან, 1000-ში ერთხელ რო დაახველონ და ეხა გარეთ გავიყვანე ბავშვი, გზაშიც შიგადაში გახველებდა და იქაც დაახველა. და ერთმა გოგომ მითხრა ბაღში დაყავს იმას ბავშვი და სკოლაშიც და ერთი თვე ახველებდნენ ჩემი ბავშვები, იმიტომ რომ ეს ტოვებსო ესე თქვესო და ძალიან მეშინია, კიდე არ მინდა მოbrunება, ეხა ღვთისწყალობით ვარჩინე ესენი აქიმთან არ მივსულათ ის მადლობ აღმერთს. მაგრამ რაცაც გვანცა უწერს ხოლმე, აი ისინი მოვახმარე. და არ დამიზოგავს თავი, ინგალაციები 3ჯერ, დღეში, ვინსაც ძალიან თულად ქონდა ადას და გეგას. გოდეს 2ჯერ. ხოდა მოკლედ ესე. ჩემი ყავა გაცივდეს. იმას მივატან მეთქი, მაგრამ ჯერ ადრეა და 12 საათი არ არის და ტკბილი არ მინდა ჯერ, სადღაც 2-ისკენ. ხო, იმას გიყვებოდით. სეწარი, რეზინიანი, ორი ბალიშის პირი მოყვება მგონი. ცისფერია, ვარდისფერი და წითელი მიყვას მე იცით თქვენ, მაგრამ ცისფერი ქონდა და ამიტომ. რახან ნოემბრის ბოლომდე არ უნდა, არ ვიღე. ხონმუხრაის არ ვეუბნებით ხალხ, მალავთ. ეხა ნახეთ. ხელფასი ხო იყო 20-ში თუ 21-ში. თუ 20-ში აიღო მუხამ, იმიტომ რომ შაბათი კვირა მოუწია 18-19. კი, 20-ში აიღო. ერთი კვირა გადის და მადლობა ღმერთს, რომ 100 ლარის ზემოთ არ ავსულა. რაც მომიტანია ნიკოდეიდასგან. იმედი მაქვს, რომ კვირაში ესე 100 ლარს ვიმყოფინებ, იმიტომ რომ ცოტა ეკონომია უნდა გავაკეთო. ცოტა კი არა, უნდა გავაკეთო ძალიან. მოვინდომო. ძალიან მოვინდომებ. თუ სახში ოდნავ რამე მეგულება, არ მივდივარ. თუ შემილია იმ რაღაციდან რაღაც გამოიყვანო, არ მივდივარ. ვეუბნები ჩემს თავს, არც ახვალ დღეს ეს იკმარე, მაინც ბავშვებს ეს უყვართ და რასაც უყვართ იმას მიირთმევენ მაგალითად. კვეთხიც მაქვს, ფაფაც მაქვს. კარტოფილი მაქვს, რამეს გავაკეთებ კარტოფილიდან. ან ხინკალს მოუხარშავ. ის უყვართ. გეგას უყვარს და გავახარებ. აი ესე გავაკეთებ. და გავაკეთო აბა. ხო, ყველი მაქვს, გუშინ ხაჭაპურებით დავაცხელობიანებით. არ გადავიღეთ ამეზარა. გოდეს ხაჭაპურები, იმას ლობიანი. გეგას. გოდეს და ადას ხაჭაპურები, იმიტომ რომ ერთი ლობიანი გამოვიდა. მუხას ხაჭაპური. ეს ძალიან ცუდია, როცა ოჯახში ყველა სხვადასხვა რაღაცა უყვარს. ადას უნდა და ლობიანი, მაგრამ გეგას არ იყოფო და ამიტომ ადას ხაჭაპურიც ძალიან უყვარს. და ხაჭაპური მივართვით. გეგა გაცხას სამაგიეროდ ლობიანით. აი
ფიქრობ რომ არ არის კვირაში მაინც და მაინც ბევრი რა სიტყვით თქვენ ასელა ბევრია დარჩა ხელფასობამდე კიდე სადღაც 3 კვირამდე ორი კვირა და რაღაც დღეები თითქმის 3 კვირა გამოდის ესე წინასწარ ყოველთვის დავითვლი დღეს მოვიტანე მაწონი ის ყავა და მანდარინი 13 ლარის იყო 4 მაწონი მოვიტანე ყავა და მანდარინი მარტო ესენი წავედი აქ იღებს რომ ვიღაც კბილს ოცლარად ვარა მერიდება მის წავედი წიფას ბედნიერ მშვიდობიან და პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას დროებით ცოტა უქენიო და ცოტა ვუქენი აი ხო ხედავთ ბევრი ყველით არ უყარს ხო იმიტომ რომ აი ესეთი გემრიელები გამოვიდა ყოველთვის აქეთ ამხარე მიყვარს გუდერძი